მოდი საჯარო გარსა იყოს სახელწოდებით თქვენი ურთიერთობის ანალიზი ამ კონკრეტულ მომენტში და გადავხედოთ მოვლენათა ცირკულაცია. ანუ აქ მეყურებთ ადამიანები, რომლებსაც თითქოს ვერ გიპოვიათ თქვენი ენერგიების სწორად და ურთიერთობის ანალიზი არის ის, რომ ხელფეხშეკრული ქმედებებში, სიტუაციებში, ემოციურ რაღაცა ფასეულობებში აი თითქოს ძირეულ ცვლილებებს ელოდებით ურთიერთობაში, ელოდებით მისგან ცვლას, იმის, რომ რაღაცები გამოასწოროს, რაღაცები შეცვალოს, რაღაცები ძირეულად გამოასწოროს და აი ამის რაღაცა მტკიცებაში და დარწმუნებაში ხართ საკუთარ თავთან. ორივე თქვენგანი ფინანსური ენერგიების მოზიდვაში ხართ და ორივე თქვენგანი ცდილობთ, რომ უკეთესობისკენ წარმართოთ ის მოცემულობები, რომელშიც ხართ და თქვენი ცხოვრება უფრო რადიკალურ რაღაცა ძირეულ ფასეულ ცვლილებებზე გადაიყვანოთ და გადარეესტარტოთ. ნახოთ რა მოლოდინები უნდა გქონდეთ მაგ ადამიანისგან. ერთადერთი მოლოდინი ამ ეტაპისთვის რაც შეიძლება რომ მაგ ადამიანისგან გქონდეთ არის ის რომ უბრალოდ ენერგეტიკულად შესახვედრად მოემზადოთ და ყველაფერი აუხსნათ გულწრფელად რა აი რაღაცა ხო არის მოცემულობა რომ რაღაცა არ მოგწონს და არ იღებ და არ ისიგრძე განებ ამ მოცემულობას ანუ ამ მოცემულობის ნიადაგზე უნდა შეცვალო ის რაღაცა რითრითი ენერგეტიკული შენ თავთან რომ აი არ მოგწონს ეს მოცემულობა და თუ ამას არ შეცვლის ვერ იქნები მასთან და ვერ განახორციელებ მოვლენებს ისე როგორც შენ გინდა ის ადამიანი რაღაცნაირად არ აკომპენსირებს თქვენს ემოციებს ბოლომდე და თითქოს ბოლომდე არ არის პროგრესული ურთიერთობაში, არ შემოაქვს ის რესურსი, რომელიც შენ გინდა ურთიერთობაში. ეს შემდეგ იწვევს რეგრესს და ეს რეგრესი იწვევს იმას, რომ გამთლიანებაში აღარ ხართ, ურთიერთგაგებაში აღარ ხართ, სულიერ ტრანსფორმაციაში აღარ ხართ, ტკივილში ხართ, თქვენ თავთან ბრძოლებში ხართ, ენერგეტიკულ ვაკუუმში ხართ. ანუ ეს ვაკუუმი რას ნიშნავს, რომ ვერ გამოდიხართ ამ ფორმულირებიდან, რომელშიც ხართ და თითქოს ეს მოცემულობა მაინც რჩება პრობლემად და ყველაზე დიდი პრობლემა ამ საკითხში მაინც მე მგონია ის არის, რომ უბრალოდ არ უსმენთ ერთმანეთს. ენერგეტიკულად თითქოს იცით რა როგორ გჭირდებათ, რომ უკეთესად იყოთ და იგრძნოთ თავი, მაგრამ არ უსმენთ ერთმანეთს. რას ნიშნავს ეს? როდესაც არ უსმენს ორი ადამიანი ერთმანეთს, მათ უჭირთ გულწრფელი კომუნიკაცია და ეს გულწრფელი კომუნიკაციის არ ქონა კიდე იმდენ რაღაცას იწვევს და იმდენ ტრანსფორმაციას იწვევს და იმდენ რეგრესს იწვევს ურთიერთობაში, მოგეხსენებათ, რომ ნამდვილად ძალიან სენსიტიური ფაზების აღმომფხრელი პროცესების გადიხართ და ეს თქვენთვისაც არ იქნება მარტივი. მოდი ვიკითხოთ, როდის მოხდება თქვენ შორის კონკრეტული შეხვედრა. ჯერჯერობით შეხვედრა სადღაც აპრილის ბოლომდე არ მოხდება. აპრილის ბოლოს მოხდება რაღაც შეხვედრა და ეს შეხვედრა მოგიტანთ რაღაცა მარტოობიდან გამოსვლის და ახალ ეტაპზე გადასვლის შესაძლებლობა. შესაძლებლობა არ იქნება მარტივი აქ. აქ იქნება ძალიან საინტერესო სენსიტიური ფაზა და რა, რომ თქვენ ორივე თქვენგანს ლაპარაკი მოგიწევთ. ოღონდ ეს ლაპარაკი იქნება ძალიან საინტერესო. იმ თემებთან დაკავშირებით, რომელიც გინდოდათ რომ განგემართათ, იმ თემებთან დაკავშირებით, რომელიც გინდოდათ რომ განგეხორციელებინათ, ის საკითხები, რომელიც გინდოდათ რომ დღეს წესრიგში ყოფილიყო და თითქოს მუდმივ დაუღალავი რეჟიმის მიუხედავად და ნაცვლად ახალ ეტაპს დაიწყებ თქვენ ცხოვრებაში. შეხვედრა, კომუნიკაცია, ერთმანეთთან მუდმივი დისტანცირება მოგიტანთ იმას, რომ რაღაცნაირად სწორ აზრამდე და სწორ დასკვნამდე მიიყვანთ ერთმანეთს და ეს სწორი დასკვნა არის ის, რომ უბრალოდ ერთმანეთი ძალიან გინდათ და გეყვარებათ და რაღაცნაირად ძალიან საინტერესო ასპექტებს შევქმნით ერთმანეთს. მოდი ვნახოთ, როდის დასტაბილურდებით ამ შეხვედრიდან თქვენ ორი. ვერ გეტყვით რომ მალე, იმიტომ რომ 3-4 თვე ჭირდება რომ დასტაბილურდეს და ვარსკვლავის არკანი სიყვარულთან ერთად, თასებთან ერთად ნიშნავს იმას, რომ დრო ჭირდება ამ ყველაფერს და დროში გაწერილია ეს ფაქტორი, მაგრამ ეს არა მარტო დროში გაწერილია ეს ფაქტორი, ყველაფერი რაღაცნაირად თავისთავადი პროცესია და ხო ეს პროცესებიც რაღაცნაირად თავისთავად აღმოფხრელი იქნება და ერთმანეთს სიყვარულს მიუტანთ, სტაბილურობას მიუტანთ, ფინანსურ ზრდას და განვითარებას მიუტანთ, რაც უდიდეს სიყვარულს და ტრანსფორმაციის ნიადაგზე ძალიან სასიამოვნო შეგრძნებებამდე გაგიყვანთ. მადლობა ყურადღებისთვის და ნდობისთვის და იმისთვის, რომ მოდიხართ ჩემთან კონსულტაციაზე. მე კი შეგახსენებთ, რომ პოდკასტი გავაკეთე, ძალიან დიდი სტიმული იქნება თქვენი უკავშირები, ამიტომ YouTube-ზე გელოდებით პოდკასტი 31-ზე მიწერია და თქვენი კომენტარი, თქვენი subscribe ხილაკი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობა ყურადღებისთვის.